სი კადურ ბენგაბრიტი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად ნაკლებად ცნობილი გმირია. მისი ამბავი ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც რელიგიური და კულტურული საზღვრები უმაღლესი ჰუმანიზმის სახელით წაშალა. ბენგაბრიტი იყო ალჟირული წარმოშობის დიპლომატი, ინტელექტუალი და პარიზის დიდი მეჩეთის დამფუძნებელი. 1926 წელს მეჩეთის გახსნა საფრანგეთის მიერ იმ მუსლიმი ჯარისკაცების პატივისცემის ნიშანი იყო, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთისთვის იბრძოდნენ. როდესაც 1940 წელს ნაცისტურმა გერმანიამ საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინა, ბენგაბრიტი აღმოჩნდა პოზიციაში, სადაც შეეძლო საკუთარი გავლენა ადამიანების გადასარჩენად გამოეყენებინა. გმირობა ოკუპირებულ პარიზში. ჰოლოკოსტის დროს, როდესაც ებრაელების დევნა და დეპორტაცია დაიწყო, სი კადური ბენგაბრიტმა პარიზის მეჩეთი თავშესაფრად და გადარჩენის ცენტრად აქცია. ის მუდმივად გასცემდა ცნობებს, რომლებიც ადასტურებდა, რომ ესა თუ ის პირი იყო მუსლიმი. ამით ებრაელები ნაცისტებისგან უხილავნი ხდებოდნენ. გარდა ამისა, მეჩეთის მიწისქვეშა ლაბირინთები და კატაკომბები გამოიყენებოდა ებრაელების, მათ შორის ბავშვების დასამალად, სანამ მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა მოხერხდებოდა. სი კადური აქტიურად თანამშრომლობდა რეზისტანსთან, რათა დევნილები ქვეყნიდან გაეყვანათ. ბენგაბრიტის გმირობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი ალჟირელი ებრაელი მომღერლის სალიმ ხალალის გადარჩენაა. როდესაც გესტაპომ ხალალის მიმართ ეჭვი მიიტანა, ბენგაბრიტმა არა მხოლოდ ყალბი მუსლიმური დაბადების მოწმობა დაუმზადა, არამედ მეჩეთის მახლობლად მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე, ერთ-ერთ სალიერ საფლავზე ხალალის მამის სახელიც კი დააწერინა, რათა ნაცისტები საბოლოოდ დაერწმუნებინა მომღერლის არაებრაულ წარმომავლობაში. ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი გადაარჩინა ბენგაბრიტმა, დღემდე კამათის საგანია. ისტორიკოსები ასახელებენ ციფრებს 100-დან 500-მდე, თუმცა ზოგიერთი წყარო 1600-ზეც კი საუბრობს. სი კადურ ბენგაბრიტმა აჩვენა, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი რელიგიური ინსტიტუტი შეიძლება გახდეს სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ციხესიმაღლე, მიუხედავად იმისა, თუ რა რწმენისაა დევნილი.